საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ბორჯომში დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს 4-დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე სამართალდარღვევის გამოვლენასა და მასზე შემდგომ რეაგირებას მოიცავდა. ტრენინგის ფარგლებში რეინჯერებმა თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული მეცადინეობის კურსიც გაიარეს. ტრენინგები დაცულ ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებისათვის მიმდინარეობს დაცულ ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში საქართველოს პროგრამის ფარგლებში. ტრენინგებს ორგანიზებას უწევს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რა თქმა უნდა, დაცულ ტერიტორიების სააგენტოსთან მჭედრო თანამშრომლობით. ტრენინგის ფარგლებში გადამზადდებიან ყაზბეგის, ალგეთის, შავხევსურეთისა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიების ადმინისტრაციული თანამშრომლები. ალგეთის, ყაზბეგის, კინტრიშისა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებს ტრენინგი მოქმედმა მოსამართლემ გია ბერაიამ და ექსპერტმა სატყეო მენეჯმენტის მიმართულებით თომა დეკანოიძემ ჩაუტარეს. ტრენინგი მიზნად ისახავს დაცულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენებას და შემდგომ რეაგირებას, ანუ თუ როგორ უნდა მოხდეს სამართალდარღვევის ეთნობის შედგენა, ზიანის დათვლა, სასამართლოში გადაგზავნა და ასევე პროცედურები სასამართლოში როგორ უნდა მოხდეს საქმის განხილვა. ტრენინგი საკმაოდ ინტერაქტიული არის, ანუ მონაწილეების ჩართულობა მაღალი არის, ინტერესი მათი მხრიდან საკმაოდ დიდია და ასევე მონაწილეები თავიანთი პრაქტიკიდან გამომდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევებზე ყვებიან და საუკეთესო პრაქტიკა როგორ არის საინტერესებს მათ ამის გაზიარება და შესწავლა. მოლოდინი სიმართლეს გეტყვით არ ქონდა იმდენი, რამდენიც მივიღეთ. ძალიან სერიოზულად ეკიდება გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ამ საკითხს. ექსპერტები და ტრენერები არიან ძალიან კვალიფიციური. ტრენინგები მიმდინარეობს ყველა ხერხი არის ნახმარი ტრენინგი მიმდინარეობს დროს თეორიული, პრაქტიკული და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ყველა დამეთანხმება ვინც გაიარა, რომ ეფექტი არის ძალიან მაღალი. ტრენინგის მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშო პლატოს ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე შეასრულეს. რეინჯერებმა სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებასა და შემდგომ რეაგირებაზე როლური სავარჯიშო შეასრულეს. დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტებზე ტრენინგის მონაწილეებმა იმიტირებულ სასამართლო პროცესზე იმსჯელეს.